ხო, წინა ვიდეო, სადაც თეთრ ტყავს წმენდი, ძალიან დიდი გამოხმაურება მოყვა, არ მეგონა, მე თუ TikTok-ზე 5 წუთიან ვიდეოს ხალხი უყურებდა. მაგრამ შეხედეს. ხო და ეხლა რაღაცის თქმა მინდა და კარგად მომისმენთ. ვაკანსია გვაქვს ჩვენ ბათუმში. კარგად ახსნი ეხლა პირობებს, რა და როგორ იქნება და კარგად მოსმენის შედეგად ყველაფერს გაიგებთ. კარგ თანამშრომელს, რა თქმა უნდა, არაფერი არ ჯობია. და მეც მაქვს პრეტენზია, რომ კარგი თანამშრომელი ვარ. უფროსი ნამდვილად არავის არა ვარ ამ ცხოვრებაში. მაგრამ თქვენი პარტნიორი შემიძლია ვიყო. ეს რო იცოდეთ, იურიდიულადაც პარტნიორობას ნიშნავს. მამას მე რეაგიხსნით, მაგრამ რეალურად მართლა პარტნიორობას გთავაზობთ. ვაკანსიები გვაქვს სამხედრო სფეროში, ჭირდება მომზადებელი და ღებავით ჭირდება. თუ გაქვთ მსგავსი გამოცდილება, შეგიძლიათ მოკლედ მსგავსი გამოცდილება ჩვენ სამსახურში გამოიყენოთ და კარგად ვითანამშრომლოთ. ასევე ჭირდება პოლირების სპეციალისტი, ქიმწმენდის სპეციალისტი, ტყავის რესტავრატორი, ცივადგამსწორებელი, მოკლედ ყველა გვჭირდება, რაც კარგ დეტალინგ სერვისს ჭირდება. მაგრამ კარგი შემოთავაზება რაში მდგომარეობს ახლა? სამხედროში მაგალითად ჩვენ არ გვაქვს გამოცდილება, რომ თქვენ რამე გასწავლოთ. უпроსტად გამოცდილება გვაქვს, მაგრამ აკადემია არ გვაქვს. თქვენ იცით, რომ დეტელინგ აკადემია გვაქვს. დეტელინგ აკადემიაში, რასაც ვასწავლეთ, ყველაფერი შემიძლია დაგიფინანსოთ. მაგალითად, თუ თქვენ ჩახვალთ თბილისში და ხართ ბათუმელი, მე თქვენ გასწავლით პოლირებას, გასწავლით ქიმწმენდას, გასწავლით ტყავის რესტავრაციას და ამ ყველაფრით უკვე დასაქმებით ჩვენთან ბათუმის ფილიალში. ეს საკმაოდ თანხებთან არის დაკავშირებული და კარგი გრანტი შეგიძლიათ მოიპოვოთ. ერთადერთი მოთხოვნა რაც გვაქვს, რამოდენიმე 1 ან 2 წელი როგორც შეთანხმდებით, იქნებით ვალდებული, რომ იმუშაოთ ჩვენთან. თუ არა მოგიწევთ, რა თქმა უნდა, იმ დაფინანსებული თანხის ანაზღაურება. თუ დაგაინტერესებთ, მეგობრებო, როგორ სერვისის შესწავლება შემიძლია მე თქვენთვის, აგერ აი, თქვენ თვალწინ გავწმინდეთ ტყავი. ხო და ეხლა მოუხსნი ამ ტყავს, აი შეხედეთ, მოუხსნი უბრალოდ სკოჩს, აი შეხედეთ, თაღალდის წებოვან ლენტს და ნახეთ, განსხვავება. აი ეს აჩვენა კარგად. აი ეს არის განსხვავება. ვისის სწავლაც შეგიძლიათ ჩვენს აკადემიაში. ოღონდ ტყავის წმენდისთვის საკმარისი არ არის მარტო ეს, რასაც მე გავაკეთე. ეს ტყავი რომ არ გაცვდეს და ესეთი მანქანებია, უკან ეს კლასი დგას 222, აქ ეს კლასი დგას 223 და ესეთი მანქანები რომ ხახვა მოგანდონ, უნდა იცოდეთ ტყავის როგორც წმენდა, ასევე მოვლა და პრევენციული დაცვა, რომ არ დაზიანდეს. ამ ყველაფერს ჩვენ გასწავლეთ.